გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი. Აციონო ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია, გამარჯობა. მივესალმებით ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით მინდა მოვეფეროთ საინგილოში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის ჯანმრთელობის სტუმარია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრის ექიმი კარდიოლოგი ქალბატონი ანი ხომასურიძე. მოგესალმებით ქალბატონო ანი და პირველ რიგში თქვენთან ერთად მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს მიულოცოთ დამდეგი 2017 წითელი მამლის წელი. უსურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიხარული და რაც თავარია დიდხან სიცოცხლე. ჩვენ, როდესაც 2016 წელს საუბრობდით, შევეხეთ ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრის იმ მიღწევებს, რომლებიც ბოლო პერიოდში იქ განხორციელდა, რომ გაიზარდა იქ კაბინეტ ლაბორატორიები, განსაკუთრებით დაინერგა ახალი ინოვაციური კვლევები, კახეთის მოსახლეობას უკვე საშუალება მიეცა იმისა, რომ ადგილზე ჩაიტაროს თანამედროვე ევროპული სტანდარტების კვლევა. და აქედან გამომდინარე დავისახეთ ჩვენ მიზნად, რომ 2017 წელში კიდევ ხდება ფრანგულ-ქართული ცენტრის გაფართოება, რაღაც განსაკუთრებული სიახლეები და მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს ამ საკითხთან დაკავშირებით პირველ რიგში მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა არის ეს, რა ინერგება და რამდენად იქნება მისაღები ჩვენი ხალხისთვის და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. გისმენთ. მოგესალმებით ბატონო გურა, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. პირველ რიგში უსურვებ ჩვენ კახეთის და მთელი საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ ახალ 2017 წელს უსურვებ პირველ რიგში ჯანმრთელობას და შემდგომში ყველაფერს საუკეთესოს. მე როგორც ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრის კახეთი იონის ექიმი კარდიოლოგი კარდიოლოგმა მინდა ვილაპარაკო ჩვენი კახეთი იონის 2017 წელს განვითარების პროგრამაზე და გეგმებზე. ეს პროგრამები დაწყებულია 2016 წლიდან, რომელიც შემდგომში განვითარებას პოვებს 2017 წელში. კერძოდ თქვენ კარგად მოგეხსენებათ და თითქმის ყოველი თქვენი გადაცემის დროს აცხადებთ, რომ ჩვენთან ძალიან სერიოზული სკრინინგ პროგრამებია. 4 სკრინინგ პროგრამა, რომელიც აქტიურად მუშაობს ჩვენ ცენტრში უკვე რამოდენიმე წელია, დაემატა ახალი სკრინინგ პროგრამა, ეს არის C ჰეპატიტის გამოვლენისა და ელიმინაციის პროგრამა. ეს ყველაფერი დაიწყო 2016 წლის ბოლოდან და ამჟამად უკვე აქტიურად ხორციელდება. ამ პროგრამასთან დაკავშირებით მინდათ მოგახსენოთ, რომ ყოველი კვირის შაბათ დღეს იქნება უფასო სკრინინგ პროგრამა ტესტების სახით C ჰეპატიტის გამოსავლენად. ამისათვის სპეციალურად ექიმი იმუშავებს და მე შემიძლია მოგაწოდოთ ჩვენი ცენტრის ტელეფონის ნომრები, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ ჩვენ საჭიროების შემთხვევაში დაეკონტაქტოთ ჩვენ ცენტრს. ეს არის მიმოვარებ 551 71 91 95. ყოველდღიურად გარკვეული გრაფიკით ამ მუშაობს ექიმი გასტროენტეროლოგი, რომელიც მოგეხმარებათ
გაიკეთოთ სათანადო გამოკვლევა და შემდეგ შესაბამისი შედეგის დადგომის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებია და ცვლილებები ჩვენ ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებით. ჩვენი ლაბორატორიაში დაიწყო გარე ხარისხის კონტროლი. ამას ახორციელებს სპეციალური პროგრამა, რომელშიც მონაწილეობს რენდოსის ლაბორატორია. ეს არის ბრიტანული ლაბორატორია, ლიდერია მთელ მსოფლიოში და მასთან ძალიან სერიოზული ლაბორატორიები აქტიურად თანამშრომლობენ. გარე კონტროლის შედეგების მიხედვით ჩვენ ვცდილობთ მოიპოვოთ ISO-ს სერტიფიკატი. ასევე მინდა ძალიან სერიოზულად ვისაუბროთ ჩვენ ბაქტერიოლოგიურ კაბინეტზე, ლაბორატორიაზე. ამ ლაბორატორიაში ხდება ძალიან სერიოზული გამოკვლევები, განსაკუთრებით აი ახლა საკმაოდ სერიოზული ვირუსების, გართულებების, ბაქტერიული გამწვავებების დროს ძალიან მნიშვნელოვანია ეს კვლევა. აქ ხდება ცხვირხახის კვლევა, ნაცხის აღება პირის ღრუდან, განსაკუთრებით მწვავე ტონზილიტების დროს, ასევე ხდება კანიდან ანაფხეკი, ასევე შარდი, ურეთრალური პათოლოგიები და შემდეგ უკვე შესაბამისობაში შედეგის შემდეგ ხდება მკურნალობის სათანადო დანიშვნა. მხოლოდ არ ხდება ჩვენთან სისხლის გამოკვლევა დათესვის სახით, რადგან ამას უკვე სტაციონარული სისტემა ჭირდება და ალბათ ცოტა ხანში ჩვენ ამასაც დავიწყებთ ამის გაკეთებასაც. მინდა ვილაპარაკო ძალიან სერიოზული ქიმიოთერაპიული მიმართულებით მინდის მუშაობა ჩვენს ცენტრში. ამისთვის მუშაობს ძალიან ცნობილი ექიმი, რომელიც ყოველკვირა ჩამოდის ჩვენთან, ქალბატონი ნია შარიქაძე. მაგრამ ყოველდღიურად ჩვენ ყავს ონკოლოგი, რომელიც თავის სამუშაო საათების განმავლობაში აქტიურად აკეთებს მკურნალობს ქიმიოთერაპიულად ონკოლოგიურ პაციენტებს. ამასთანავე უნდა აღნიშნო, რომ ჩვენთან საკმაოდ ცნობილი ონკოქირურგი გუგა მძინარაშვილი აკეთებს გასინჯვებს და ბიოფსიურ კვლევებსაც ჩვენ ცენტრში. მინდა ცალკე ვისაუბრო ჩვენ რადიოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით ჩვენ რენტგენოლოგზე. ეს არის ქალბატონი თამარ ჩარკვიანი, რომელიც თქვენთან მზადდებოდა ერთხელ სტუდიაში და საკმაოდ წარმატებულად ისაუბრა ამ თავის სფეროსთან დაკავშირებით. ქალბატონი თამარი ყოველ კვირას არა, თვეში 2 კვირა, პირველი და მეოთხე კვირა ჩვენთან ერთად არის და აკეთებს სერიოზულ კვლევებს, როგორც მამოგრაფიის, ასევე ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიის მიმართულებით. ალბათ ჩვენ მსურველი გვექნება შემდგომში მე და ქალბატონი თამარი მოვიდეთ ისევ თქვენთან და ვისაუბროთ ჩვენ შემდგომ გეგმებზე, რა გეგმებიც გვაქვს დასახული ამ რადიოლოგიური მიმართულებით. და მინდა ახლა აღნიშნო ჩვენი გუჯაანის საპატიო მოქალაქე ბატონი გიორგი პეტრიაშვილი, რომელიც არის ცნობილი ქირურგ-ოფთალმოლოგი, რომელიც ჩვენთან კონსულტაციებს მართავს ყოველი კვირის განმავლობაში. ეს არის წამყვანი ქირურგი როგორც თბილისში, ასევე ყოფილ რუსეთის რესპუბლიკაში. პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც. ეხლა ძალიან სერიოზული მიმართულება გვაქვს ჩვენ სტაჟიორების მომზადებასთან დაკავშირებით. ჩვენი ცენტრის კარი ღია საშუალო განათლების მქონე მედდებისთვის ან სხვა მიმართულების საშუალო განათლების ადამიანებისთვის, საშუალო სამედიცინო. ჩვენ მათ მივიღებთ, ვასწავლით, შევაფასებთ და საკმაოდ კარგი წარჩინების შემთხვევაში დავასაქმებთ ჩვენ თვითონვე. ამიტომ ყველა მიფიქროს და თუ თulis თავს რომ შეძლებს რომ დაუშვათ გაუძღვეს იმ საქმიანობას რომელსაც ჩვენ ვეწევით, მოვიდეს ჩვენთან და ჩვენ მას მივეხმარებით. ასევე ჩვენთან იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს სტაჟიორად იქნება მოვლენილი აზერბაიჯანული წარმოშობის აზერბაიჯანულად მოლაპარაკე სტუდენტი, რომელიც ჩვენთან ერთად იმუშავებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩვენი ცენტრის გეგმები მომავლისთვის ალბათ ჩვენი
გენერალური დირექტორიც ისაუბრებდა ამის შესახებ, არის რომ ჩვენ თითქმის ყოველ კვირას ვაწყობთ შიდა კონფერენციებს ჩვენ ცენტრში. სამთვეში ერთხელ ვაწყობთ კონფერენციებს ჩვენი გურჯაანის რაიონის ოჯახის ექიმების და სამედიცინო საზოგადოებისათვის და წელიწადში ერთხელ ალბათ აუცილებლად წელსაც იქნება ასეთი კონფერენცია მონაწილეობით წამყვანი ექიმის სპეციალისტების როგორც საქართველოდან ასევე ფრანგული მხრიდანაც. წელს ალბათ გადამზადდება 1-2 ექიმი საფრანგეთში ჩვენი ცენტრიდან გადამზადებას დაიწყებს. ეხლა როგორც კარდიოლოგმა მინდა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რაც დაფიქსირდა ამ ახალი წლის დღეებიდან გამომდინარე. ბატონო გურა. მომართვიანება საკმაოდ გაიზარდა, არის სტენოკარდიის საკმაოდ ხშირი შემთხვევები, დაიტვირთა სასწრაფო დახმარების ბრიგადები აქტიურად, ისე რომ ვერ ასწრებენ გასვლაზე დაბრუნებას. ეს ალბათ დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენი მოსახლეობა მაინც არასათანადოდ ვარიცავს იმკვებით რეჟიმს, რომელიც სავალდებულოა მათი ჯანმრთელობისათვის. ამიტომ გველოდება კიდევ სერიოზული სადღესასწაულო დღეები, გველოდება ძველი ახალი წელი, შობა. გველოდება შობა, ახალი წელი, რომელიც ჩვენთვის ძალიან აქტიურია, აქტუალურია. მართლმადიდებლებისთვის აქტუალურია და ამიტომ ვთხოვ ზომიერები ჩემ მეგობრებს, ჩემ რაიონის მოსახლეობა ზომიერები იყვნენ თავიანთ ცხოვრებაში. კაბუტონანი ძალიან ვრცლად ისაუბრეთ ფრანგული ქართული ცენტრის განვითარებაზე, პერსპექტივებზე, მომავალზე და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ის ახალი პროექტები ისეთივე წარმატებული იქნება, რომელიც დღეს არსებული არის. მაგრამ თქვენ როგორც მაინც პროფესიონალი კარდიოლოგი უნდა ვისაუბროთ ძირითადად იმ კარდიოლოგიურ შემთხვევებზე, დაავადებებზე, რომელიც ასეთი აქტიურია დღეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ალბათ ჩვენმა ტელემაყურებელმა იცით, რომ გული ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ადამიანის ორგანიზმში, რომელიც მეტად სიფაქიზეს და სათუთ მიდგომას საჭიროებს. და ჩვენ ბოლო გადაცემაში ვთხოვეთ ტელემაყურებლებს, რომ კი, იზეიმონ, იმხიარულონ ყველანაირად ახალი წელი ისე მიიღო როგორც ეკადრება ჩვენ ტრადიციებს, ქართველებს, მაგრამ ყველგან ზომიერება არის ამასთან დაკავშირებით საჭირო და თქვენ აღნიშნეთ, რომ იყო ხშირი გამოძახებები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების, ასევე მიმართვიანობა კარდიოლოგებთან. ეს განაპირობა იმან, რომ ადამიანებმა მაქსიმალურად მიიღეს იმაზე მეტი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც დღიურ შეუძლია ადამიანის ორგანიზმმა გადაამუშავოს. და შესაბამისად ადგილი ჰქონდა სტენოკარდიებს, ასევე ჰიპერტენზიებს, სხვადასხვა. აი ამასთან დაკავშირებით, კავტონანი. თამყარ ჰიპერტენზიებს, რომელთა ეს უკვე თქვათ ჩავთვალოთ, რომ მოხდა. აი ამ ფონზე გვაქვს იმის დრო, საშუალება, რომ ჩვენ უთხრათ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ კი, ადამიანს ჰქონდა სტენოკარდია, ჩაერია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, კარდიოლოგები გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგრამ როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, როგორ მოიქცეს, ისევ მიიღოს ის ზომაზე მეტად, თუნდაც იგივე საკვები ავიღოთ, ეს ზედმეტად ეს ცხოველური ცხიმები, ან თუნდაც იმ ზომაზე მეტი ტკბილეული, რომელიც მათ სჭირდება, აი ამასთან დაკავშირებით იქნება პატარა რეკომენდაციები მივცეთ. ის არის, როდესაც სასწრაფო დახმარება სჭირდება პაციენტს ამა თუ იმ კარდიოლოგიური ჩივილის გამო, რომ მოიხსნება ეს ჩივილი, ეს არნიშნავს, რომ პაციენტი უკვე კარგად არის და მან უნდა ისევ ჩვეულებრივ გააგრძელოს. ეს კრიტიკული მდგომარეობა გამოიყვანა. მან აუცილებლად უნდა მიმართოს პირველ რიგში ან ოჯახის ექიმიდან კარდიოლოგს და უნდა დაელოდოს მის გადაწყვეტილებას. რა რჩევებსაც მისცემს კარდიოლოგი, აუცილებლად ის რჩევები მან უნდა შეასრულოს, კი არ შეასრულოს და იმის მიხედვით იცხოვროს. იმიტომ რომ კარდიოლოგი აუცილებლად შეაფასებს ზუსტად მის ზოგად მდგომარეობას და მისცემს შესაბამის დანიშნულებას. იმ დანიშნულებასთან პაციენტმა რომ დალიოს დიდი რაოდენობით ღვინო, მიიღოს გადაჭარბებულად ის საკვები, რომელიც ძალიან მავნია, ძალიან ცუდად გახდება ის ადამიანი. აი ჩვენ უკვე გუში მქონდა რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც იყო საკმაოდ სერიოზული სტენოკარდიის შემთხვევა, რომელიც მომავალში ალბათ საჭიროებდა უკვე დამატებით ჩარევასაც. კავტონანი პრაქტიკაში ესეა საერთოდ, რომ ადამიანი მოქალაქე გახდება ცუდად გულის შეტევა, ავიღოთ თუნდაც კონკრეტულად ეს შემთხვევა
მივა ექიმთან, რაც კონკრეტულ მკურნალობას დაუნიშნავენ, თითქოს შვებას იგრძნობს და ჩათვლის რომ ის გამოჯანმრთელია, თქვენ აღნიშნეთ რომ ეს არ არის გამოჯანმრთელება. რა თქმა უნდა. და ამიტომ შესაძლებელია მან ჩაიტაროს თავისი ინიციატივით კვლევა. ეს კვლევა არის თქვა პირველ რიგში გამოკვლევა, კარდიოგრამა და ჩათვალა რომ იქ არაფერია, მაგრამ თქვენ როგორც პროფესიონალი კარდიოლოგი თვლით საჭიროთ რომ ცხადია თქვენი რეკომენდაციით რომ მან გლობალურად ჩაიტაროს კვლევა. ეს არის არა მარტო კარდიოგრამის გადაღება, არამედ გულის ეხოს გადაღება, დატვირთვა და ეს ყველაფერი თქვენ როგორ თვლით საჭიროთ გლობალურად ეს სჭირდება? გააჩინე ხო, შეიძლება მე ადრეც მithქვავს და ეხლაც ვიძახი, მეგონი თქვენ ეთერში თქვი ადრე რომ ერთჯერად გადაღებული კარგი კარდიოგრამა, როდესაც ტკივილია და როდესაც ჩივილებია, არნიშნავს რომ ყველაფერი კარგად არის. პაციენტმა აუცილებლად განმეორებით უნდა გააკეთოს კარდიოგრამა, რადგან შუალედში და ტკივილი ხსნება, შეიძლება კარდიოგრამა იყოს ძალიან კარგი და ნორმალური და ჩაითვალოს რომ არაფერი არ არის. მაგრამ თუ ასაკის გარკვეული საზღვრებია, თუ ასაკი აწევს საშუალებას, აუცილებლად თუ არაფერია იმ კარდიოგრამაზე, აუცილებლად პაციენტმა უნდა ჩაიტაროს დატვირთვის ტესტი. მაგრამ ეს დატვირთვის ტესტი ყოველთვის არ არის მისაღები, აი ქალბატონებს, განსაკუთრებით ასაკიან ქალბატონებს, ამ ტესტის გაკეთება ძალიან უჭირთ, ისინი ვერ უძლებენ და ამიტომ მათთვის არ არის მისაღები, იმიტომ რომ შედეგი არ იქნება ზუსტი და ვერ ვიტყვით რომ ეს დაუშვათ ეს ტესტი ნეგატიური ან თუ პოზიტიური. აი განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცებში, საშუალო ხნის მამაკაცებში საკმაოდ აქტიურია და შეიძლება კი არა, აუცილებლად თუ ექიმი დანიშნა და ჩათვლისო ჭირდება ეს დატვირთვის ტესტის გაკეთება, მან აუცილებლად უნდა გაიგეთოს. და ჩვენ დატვირთვის ტესტი ცხადია, თქვენ გააქვთ სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკა, რითაც თქვენ ადამიანს ტვირთავთ, რომ მან გულის მუშაობა უფრო გაძლიერდეს, გააქტიურდეს და ამ დროს თქვენ უყურებთ იმას, რომ სტენოკარდია გამოავლინოთ თუ შესაძლებელია სრულიად ჯანმრთელ ადამიანს უცბად განუვითარდეს ამ დატვირთვის სტენოკარდია. დატვირთვის ტესტი ეს არ არის, ეს სპეციალურ სიხშირებზე ითვლება და რაღაცა თუ ნახავს იქ ექიმი, თან ხდება ეს დაკვირვება. თუ ნახავს იქ პატარა პრობლემა წავიდა, ჩერდება ეს დატვირთვის ტესტი და რაღაცა მაქსიმალურ სიჩქარემდე აღარ მიდის. როდესაც რაღაცა ცვლილებები შეიძლება იყოს ძალიან გამძაფრებული, მაგრამ თუ კარდიოგრაფიულად გადაღებით არაფერი არ იყო და ის ჩივილიც აღარ აქვს პაციენტის ტკივილის სტენოკარდიული და მაინც ეჭვიეპარება რომ ექიმს რომ შეიძლება ის იყო ძალიან სერიოზული სტენოკარდია, მაშინ აუცილებლად ახალგაზრდა მამაკაცებმა ეს დატვირთვის ტესტი უნდა გაიგეთონ. და კიდევ ერთი ხშირად ხდება ასე რომ თქვენ აღნიშნეთ რომ როდესაც მას ეგრება ტკივილი სხვადასხვა ჩვენ ბევრჯერ აუხსენით ჩვენს ტელემაყურებლებს რომ ტკივილი გამოიხატება თქვა კუჭის არეში გამოიხატება ბეჭდ უკან გამოიხატება ასევე გულის მიდამოებში ეს ყველაფერი მძიმე ტკივილები და აქედან მინიშნება არის რომ შესაძლებელია უკვე იქ მიმდინარეობდეს სერიოზული ცვლილებები მაგრამ არის ფაქტები იმისა, რომ ტკივილი საერთოდ არ გამოიხატება, მაგრამ არის ჰაერის უკმარისობა. ითვლება ეს ამ შემთხვევაში პათოლოგია? აუცილებელია ბატონო გურამ, რომ მაინც გული შესწავლილი იქნეს თავიდან ბოლომდე. და ისე დაისვას ეს დიაგნოზი, ეს არის უკმარისობა რისიბრალია. და შესაძლებელია ეს გულიდან გამომდინარე იყოს, რომელიც შეიძლება გულიდან გამომდინარე იყოს, ეს არის. და არ გამოიხატებოდეს ტკივილში უბრალოდ შეიძლება არ გამოიხატებს ტკივილში და იყოს გულიდან გამომდინარე ჰაერის უკმარისობა. შეიძლება. დიახ. განსაკუთრებით ჩვენ ყოველთვის უпроსტորეთ კარდიოლოგები პაციენტებს შემოდგომის და გაზაფხულის პერიოდში რომელიც უკვე ამ შემთხვევაში ამ კუთხით საჭიროებენ მეტ ყურადღებას უნიშნავენ იმ მედიკამენტებს რომლებიც გულის მუშაობას აუმჯობესებს თქვათ იგივე პრედუქტალები და სხვადასხვა ისინი გაქვთ თქვენ საშუალებები ეს რას ნიშნავს რომ ეს გარდამავალი პერიოდია და ზაფხულში უფრო ნაკლები ინტენსივობით სჭირდება ჩვენ პაციენტებს ეს საავადმყოფო თუ ზამთარში ეს ვინაიდან სპაზმები უფრო მეტია როდესაც უფრო ადამიანი ბატონო გუნა პრედუქტალის დანიშნულზე რა მოგახსენოთ ეს პრედუქტალი ეს არ არის წამალი რომელიც რაღაც გარდამავალი პერიოდში დაინიშნოს ეს არ არის ის პრეპარატი უბრალოდ გაზაფხულის შემოდგომა ეს არის ტემპერატურის საკმაოდ სერიოზული ცვალებადობა რომელიც გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე იმიტომ რომ ტემპერატურა გადავდივართ ერთი მიდან
პერიოდიდან მეორე პერიოდში და ძალიან ბევრი ორგანიზმი აი ამ პერიოდს ვერ ეგუება და უჭირს რომ და ადაპტირება და აი ამ პერიოდში ხდება ჰიპერტენზიები ძალიან ხშირად წევების მატებები და ეს წევების მატება უკვე მერე სხვა ტიპის ცვლილებებს იწვევს გულის კუნთისა და ადამიანს უკვე პრობლემები ემართება და განსაკუთრებით გაზაფხულზეა გულის პრობლემებთან ერთად ინსულტები ძალიან ხშირად. აი მე ადრე ვიყავი თქვენთან ტელევიზიაში და მაშინ მოვყვები რომ ძალიან დიდი პრობლემებია ღამის დილის მატებასთან ერთად წნევის. მე მაშინ ვილაპარაკე რომ დილით ხდება წნევის მატება 4 საათიდან 10 საათამდე. ამ დროს ძალიან ბევრი ჰუმორალური სისტემაა გააქტიურებული. ყველა ადამიანების დიდი მონაწილეობა იცის რომ ღამე ვაგუსი ბატონობს. დღის საათებში უკვე დილიდან იწყება პარასიმპათიკური სისტემის გააქტიურება და მათი ცვლილება უკვე ტემპერატურის ცვალებადობაზე მოქმედებს. ასევე დილის საათებში ძალიან ხშირია თრომბოციტების აგრეგაციის მომატება. და აი ანტითრომბული აგრეგაცია რადგან იმატებს ანტიაგრეგანტები კერძოდ ადამიანებში ძალიან პოპულარულია კარდიომაგნელი დილით საოცმის მისაღებად გაცილებით უფრო კარგია რომ არ მოხდეს რაღაცა რისკები შეამციროს ინსულტების ან ინფარქტების იმიტომ რომ დილის საათებში როდესაც აი ესეთი ცვლილებები ხდება და ეს ლაპარაკია ცოტა როცა დაზიანებულია სიზარღვები თორე ჯამთვალ ადამიანებში ეს კარდიომაგნელი ათხელებს შესაბამისად და აი ძალიან ხშირია დილის საათებში ინსულტები როგორც ჰემორაგიული ისე იშემიური ასევე იშემიები გულის კუნთის როგორც ინფარქტები ეს სეგმენტის ელევაციით ან ქუկბილთან ქუკბილის გარეშე და უამრავი და საშიში არითმიები რომელიც ძალიან ხშირია განსაკუთრებით დილის საათებში აი ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი წნევის დარეგულირებასაც და ადამიანმა თავისი 20 საათიანი ცხოვრების გრაფიკის უნდა გაანაწილოს, რომ მან შეძლოს თავის დროსაც კვება, დასვენება, ძილი, შრომა და იყოს შესაბამისობაში. ძალიან კარგია, ეს საინტერესოა კავტორანი, მაგრამ ახსნათ ისიც, რომ რა როლს თამაშობს სიგარეტის მწვერვალებში და ამავე დროს ნერვიული სტრესი ამ გულთან დაკავშირებით. აი ადამიანი ინერვიულებს და დაეწყება გულის შეტევა. სპაზმი ხდება სიზარღვე. ხო, და ეს ახსნათ რომ სპაზმი ხდება სიზარღვეს ყველა სიზარღვში ხდება სპაზმი. ყველა ცხოვრება დღეს ისე არ არის მოწესრიგებული რომ სანერვიულ არ ქონდეს. სხვათა შორის ანგიოლოგთან მქონდა ამასინაც საუბარი და ანგიოლოგთან საუბრის დროს ძალიან კარგი დაკვირვების ის გამოსაქნა რომ როდესაც სიზარღვების შევიწროებას ნახულობს ქვედაკიდურებზე თითქმის ყველა მწველია სიზარღვების შევიწროება ქვედაკიდურზე არ უნახია არა მწველებში და ამ დროს ქვედაკიდურებში პულსაცია როგორია? პულსაცია შევიწროებულია, პულსაცია არ არის, ან ძალიან სუსტია. და გაციებული აქვს ფეხები. და აი ასეთ ანგიოლოგთან აი ესეთ საუბარში საკმაოდ სერიოზული იმასაკნა, რომ წებელებში სიზარღვების ძალიან სერიოზული ჯერ სპაზმი ხდება და მე უკვე დაზიანება, ამ სპაზმოყობა დაზიანება და ეს ქვედაკიდურების სიზარღვები ხო მარტო არ არის, ეს მთელი ორგანიზმია და ასევე ძალიან უჭირს გულისკვებავს სიზარღვებს, თირკმლის სიზარღვებს და ყველა ორგანოს პრობლემები უჩნდება მწველებში. ამიტომ ადამიანებმა უნდა მოახერხონ რომ თავის ჯანმრთელობისთვის წევა შეწყვიტონ. და ეს ნერვიულ ფაქტორს რა უშველოთ? აი როგორ შეიძლება რომ ადამიანმა მდგომარეობიდან გამომდინარე რომ არ ინერვიულო, სტრესები არ ქონდეს? როგორ უნდა უშველოთ? ერთი ფაქტორი ეგეც არის და რას იწვევს ეს ნერვიული დაძაბულობა? ესეც იწვევს ძალიან სერიოზულ სიზარღვებს. იმიტომ რომ აქ მთელი ნერვული სისტემა აქტიურდება ამ ნერვული იმის დროს და ეს ნერვული სისტემის გააქტიურება მოდი ასე შევთვალოთ რომ ყველა დაავადების საწყისი არის ნერვიული სტრესები? ყველა დაავადების არა, მაგრამ რაღაცა გარკვეული ნერვული სტრესი ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის ბატონო გურა, ძალიან ბევრ პრობლემას. და აბა როგორ უშველოთ? ეხლა ადამიანმა არ უნდა ინერვიულოს, მაგრამ ყველა ადამიანს თავისი პრობლემები აქვს და ამიტომ უნდა შეეცადოს ის პრობლემებს ცოტა მსუბუქად უყუროს და თუ ძალიან დიდი პრობლემა არ არის, შეძლოს გადაწყვიტოს. ნუ ძალიან მძიმეა ახლა ამ თემაზე საუბარი. ამ გაჭირვებულ ჩვენ მოქალაქეებისთვის რომ
როდესაც საუბრობთ ჯანმრთელობაზე, როდესაც საუბრობთ გულზე, გულის პრობლემებზე, იმიტომ რომ ერთადერთი ის ორგანოა, ну ცხადია, ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც პირველ პლანზე მოდის გულსიზრდათა დაავადებები, ვინაიდან გულის გაჩერება და სიცოცხლე დამთავრებულია. რა თქმა უნდა, გული ერთი ორგანოა და სხვა თითქმის ყველა ორგანოს ყავს მეორე. ამიტომ დღეს მე ასე ვთვლი, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარდიოლოგიამ განიცადა განსაკუთრებით პროგრესი ავადმყოფების ძალიან დიდი პროგრესია აქვს კარდიოლოგიას და თქვენ როგორ ფიქრობთ, ესე იგი გვაქვს ჩვენ იმის საშუალება, რომ ჩვენ მინიმალურ დონეზე მე არ ვიძახი მაქსიმალური ის რაც ხდება თურქეთში, გერმანიაში და ევროპის ცივილიზებულ და წამყვან ქვეყნებში. რატომ გვაქვს რომ კრიტიკულ მომენტში ჩვენთან მომართვიანობით მოსულ პაციენტს აღმოუჩინოთ თანამედროვე. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით კრიტიკულად მოსულ პაციენტებს, იმიტომ რომ ჩვენ გურჯაანში გვაქვს ძალიან სერიოზული განყოფილება კარდიოლოგიური, სადაც ხდება პირველადი დახმარება და ძალიან აქტიურად. და თვითონ კვლევებიც ალბათ. იმიტომ რომ ჩვენ ადრე აღვნიშნეთ რომ თქვენ ჰოლტერის კვლევაც ეს ძალიან წინ გადადგმული დაბიჯია. ჰოლტერის კვლევაც გვაქვს, ჩვენ გვაქვს 24 საათიანი წნევის მონიტორინგის კვლევაც გვაქვს. გვაქვს ბევრი კვლევები, მაგრამ პირველი დახმარება, როდესაც იქ დაადგენ რომ არის იქ დაზიანება, გინდას დაზიანების გარეშე სტენოკარდი არასტაბილური, ჩვენ მაშინვე ვაძლევთ იმ ადამიანებს გზას და ამ ადამიანები დღეს მშვენივრად არიან ძალიან ბევრი. ფაქტობრივად უმეტესად ციკლულობა თუ პაციენტმა მოგმართვა ჩვენ დროულად არის ლაპარაკი. და ამიტომ ადრე ოცნება იყო და დღეს უკვე გურჯაანში კორონაროგრაფია უკვე ერთ-ერთი განვითარებული დარგია მე მგონი. საკმაოდ კარგად კეთდება ჩვენთან და ისეთი კვალიფიციურად და ნორმალურია. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს გაბატონვანი, აი ეს განსაზღვროთ მაინც თქვენ სტატისტიკური მონაცემებით ახალგაზრდები, მოხუცები, შუახნის ადამიანები, მამაკაცები, ქალები, აი როგორ ხდება, აი სად უფრო ხშირია შემთხვევა გულის დაზიანების. საერთოდ მამაკაცებში ახალგაზრდა მამაკაცებს უფრო მეტად აქვთ პრობლემები ვიდრე ქალბატონებს. მაგრამ ქალბატონებს მე პრობლემები ეწყებათ მენოპაუზის დადგომის შემდეგ. უკვე მე პროცენტული მაჩვენებლები თითქმის ქალების მეტია მენოპაუზის პერიოდში ვიდრე მამაკაცებთან. მაგრამ ახალგაზრდა ასაკში განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ მამაკაცებში ამ განვითარებულმა ტკივილმა თუ არ მიხედავთ როზე შეიძლება ცუდი შედეგი გამოიღოს. ქალბატონი შესაძლებელია რომ ადამიანს კონდეს, ну ცხადია ეს ცოტა სხვა წარმოსახვის სფეროს მიეკუთვნება, მაგრამ ადამიანს კონდეს პრობლემები, გულის პრობლემები და ვერ გრძნობდეს. და შემთხვევით მოხდეს ექიმთან და აღმოჩნდეს რომ მას რაღაც განსაკუთრებული ცვლილებები აქვს ამ კუთხით. საერთოდ ამიტომ შესაძლებელია რომ სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა უბრალოდ კვლევა ჩაიტაროს, თუნდაც იგივე ხანში შესულმა ადამიანმა რომ დარწმუნდეს როგორია არსებული მდგომარეობა. მე არ ვამბობ შორს წასულ თუნდაც იგივე კი ბატონო, შეიძლება ხანში შესულმა ადამიანმა ჩაიტაროს კვლევა, იპოვოს ექიმმა რაღაც ცვლილებები, მაგრამ ის ჯანმრთელი აუცილებლად არ შეიძლება იყოს თუნდაც, იმიტომ რომ მას აუცილებლად ექნება რაღაცა დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვია ეს. იქ ათეროსკლეროზი და ის ნელ-ნელა ვითარდება მაინც უკვე მაინც აი არის ზოგჯერ კი რა საკმაოდ ხშირად, როდესაც შაქრიანი დიაბეტი აქვს ადამიანს. მოდის ჩვენთან და ჩვენ აღმოგვიჩვენია რომ არის ინფარქტი გადატანილი. რადგან ისე აზიანებს შაქრიანი დიაბეტის სისწრაფებს, რომ ადამიანი ვერ გრძნობს. ვერ გრძნობს, ისე შეიძლება დაემართოს ინფარქტი. ამიტომ შაქრიანი დიაბეტის უკონტროლო შაქრიანი დიაბეტზე ლაპარაკი, უკონტროლო. როდესაც ადამიანი არ აკონტროლებს და მიშვებული აქვს. რაც ასე გახშირებულია დღეს ჩვენს ცხოვრებაში, რომ ყოველ მეორე ადამიანს თითქმის უკვე აქვს დიაბეტი. ხო. აი ეს ყველაფერიდან გამომდინარე, მე მინდა წინა გვაქვს კიდევ საუბრის დასაწყისში ჩვენ აღვნიშნეთ 7 იანვარი არის 14-ში ძველით ახალი წელი მართლმადიდებლური, ასეც მეულოცოთ ჩვენს ტელემაყურებლებს და ისევ წინარჩევა კიდევ კარდიოლოგის. ზომიერები იყვნენ კვებაში, სასმელის მიღებაში, სიგარეტის მოწევა. მე ყველას შეზღუდვა მაქსიმალურად. შეეცადონ არ მოწიონ. შეეცადონ კი არ მოწიონ. და არსებობს უამრავი საშუალება, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია რომ თუ უნდა ადამიანს სიგარეტის მოწევა გადააგდოს,
არსებობს სერიოზული მედიკამენტები, რომელიც მიიღება ამ სიგარეტთან ერთად და სიგარეტის წევას მაშვება. და თუ უნდა რომ გადააგდოს სიგარეტის მოწევა. ამ რჩევის შემდგომ და ბოლოს ერთი პირობა რომ თუ რამე პრობლემა შეიქმნა დაუყოვნებლივ მიაკითხოს დროულად მიმართო კარდიოლოგს რომ და თქვენ მზად ხართ იმისათვის რომ მაქსიმალურად შეძლოთ მისი სიცოცხლის დაცვა. ხო, უნდა აუცილებლად ოჯახის ექიმს და კარდიოლოგს. და გვაქვს საიმისო ყველა მონაცემები იმის რომ ყველა საშუალება გვაქვს ბუჯანში რომ ჩვენ ადამიანები გადავარჩინოთ. დიდი მადლობა ქავატონოვანი. პაციენტო ტელემაყურებლებო, მე მინდა ისევ წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრის ექიმი კარდიოლოგი ქალბატონიანი ხომასურიძე, რომელიც გვესაუბრა იმ დაავადებაზე, რომელსაც ქვია გულსიზარდთა დაავადება, რომელიც გვესაუბრა იმ წარმატებებზე, იმ ინოვაციურ პროექტებზე, რომელიც ინერგება ფრანგულ-ქართულ სამედიცინო ცენტრში, რომ ყველაფერი ეს მიმართულია ჩვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და მოდი ადამიანს რაც ერთი ძვირფასი გვაბარია, ეს არის ჩვენი სიცოცხლე, ამას გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ ეს სჭირდება ქვეყანას, ერს, ერის გამრავლებას და დავიცვათ ჩვენი თავი. გვიყვარდეს ისე რომ მაქსიმალურად ჩვენ სხვას არ შევუქმნათ დისკომფორტი. ჩვენი ავადმყოფობით წარმოვიდგინეთ რომ რამდენი ოჯახის წევრი და რამდენი ჩვენი მეგობარი და ის უხერხულ და რთულ მდგომარეობაში ვარდება. ქავტონანი მინდა ისევ და ისევ ჩვენი საუბრის დასასრულს დღესასწაულები მიულოცოთ ისევ და ისევ 2017 წლის უსურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიხარული და გამრავლება ერის წინსვლა და თქვენთან ერთად დავამშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს. კარგად გზანდებოდით მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა ბატონო. გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი.